საქართველოს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 2017 წელს სტუმრის სტატუსით წარდგება წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე დღეა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. სტუმრები საქართველოს საგამომცემლო სექტორს ეცნობიან და კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ხვდებიან. ანსამბლე რისიონის სპეციალურ რეპეტიციას დღეს საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გერმანიიდან ჩამოსულმა დელეგაციამ დღევანდელი შეხვედრები სწორედ ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში სტუმრობით დაასრულა. მოხიბლული და შეძრული ვარ ქართული ფოლკლორით შეუდარებელი სიმღერა და ცეკვა გაქვთ, ეს არასდროს დამავიწყდება. ტრადიციასავით გვაქვს ყოველ შაბათს აქ გვაქვს ჩვენ შიდა კონცერტი, როცა ანგარის ვაბარებთ ერთმანეთზე. აი იქაც რო ესმით და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სხვადასხვა ძალიან ხშირად მოითხოვენ რომ გვარახონ რეპეტიცია, ესე იგი უნდა დაინტერესებს ეგრეთ წოდებული სამზარეულოს ნახვა, რომელსაც ძალიან ერიდებიან რეჟისორები და ჩემი ტიპის ხალხი, მაგრამ მე რატომღაც მიმაჩნია რომ უნდა ნახონ. სანამ ერისიონში მოვიდოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზები დაათვალიერეს და იმ უნიკალურ წიგნებსა თუ ხელნაწერებს გაეცნენ, რომლებიც ამ ცენტრშია დაცული. შემდეგ კი შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც გერმანელი სტუმრები ქართულ მწერლებსა და მთარგმნელებს ესაუბრნენ. სასიხარულო ამბავი მოხდა ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა ქართულ ლიტერატურაზე და ზოგადად ქართულ კულტურაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ წიგნის ფესტივალი, ეს არის დღესასწაული მთლიანად კულტურის და როგორც ისაუბრეს ძალიან ბევრი კომპონენტი გაერთიანდება ამ ღონისძიებებში. მოგვიანებით დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, TBC გალერეაში გაგრძელდა, სადაც შეხვედრა ლიტერატურული პრემია საბას ორგანიზატორებთან გაიმართა. კულტურის სამინისტრო და ასე ვიტყოდი, ქართული საზოგადოება მოემზადება განსაკუთრებული ყურადღებით, იმიტომ რომ ეს იქნება ქართული კულტურის ექსპორტის უნიკალური შესაძლებლობა და დაუდევს დასაბამს უკვე შემდეგ 2017-ის შემდეგ ქართული კულტურის უკეთესად გაცნობას. დღევანდელი ვიზიტისას მხარეები შეთანხმდნენ სტატუსზე, რომელიც საქართველოს 2017 წლის ბაზრობაზე ექნება. მე პირადად როგორც პრეზიდენტს გადაწყვეტილი მაქვს, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყანა გახდება. არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელთანაც მე უნდა განვიხილო ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩემს პოზიციას დაეთანხმებიან. წარუდგინეთ ის პროექტები, რომელიც TBC ბანკმა ამ წლების განმავლობაში დააფინანსა კულტურის სხვა სფეროში, ვისაუბრეთ საბას ფესტივალზე. თქვენ მოგესალმებათ, რომ ჩვენ საბა გამოაცხადეთ უკვე საერთაშორისო ფესტივალად, სადაც საკმაოდ დიდად იქნება წახალისებული თარგმანი და ქართველი მწერლების უცხოეთში გატანის, მათი წიგნების გატანა და ასევე ვისაუბრეთ არტარიაზე და იმ პროექტებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში. 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი წელს მარტში გამართულ ლაიფციგის ბაზრობაზე წამოიჭრა, სადაც საქართველო თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებით იყო წარმოდგენილი.